რატომ არის ახლო აღმოსავლეთი დღემდე გლობალური ძალების ინტერესის ცენტრში? ახლო აღმოსავლეთ ზოგადად გავს ხოლმე და იქ განვითარებული მოვლენები, დენთით სავსე კასრი, როდესაც არის და გარშემო ანთებული ჩირაღნები დარბიან და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ნაპერწკალი შეიძლება დაეცეს. რომ ახლო აღმოსავლეთი თავიდან აღმოაჩინეს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც შორის ბევრი არაბული ქვეყანა უყურებს როგორ მოიქცევა საუდის არაბეთიდან. რა ინტერესები იყო იმ ჩარევაში, რა ჩარევაც განახორციელა რუსეთმა? შიიტური სამყაროს ლიდერად ირანი გამოდის და სუნიტური ლიდერობაზე პრეტენზია აქვს როგორც საუდის არაბეთს, ისე თურქეთს. შეიძლება თუ არა სამომავლოდ კონფლიქტები აი წყლის გამო შეიკრეს. ერთი წვეთი წყალი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ერთი წვეთი სისხლი.